უბედური შემთხვევა სოფელ ახალ სოფელში წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესიის ჭერის ჩამონგრევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორი დაშავებული კი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე. რა გახდა ეკლესიის ჩამონგრევის მიზეზი? თინა თინჭკუასელის სიუჟეტიდან შეიტყობთ. ახალ სოფელში მშენებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევის შედეგად 30 წლამდე ასაკის ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ორი კი მრავლობითი დაზიანებით რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით მათი მდგომარეობა სტაბილურია. პირველი სავარაუდოდ არ ვიცი, მაგრამ რითიც აიყო ლაპარაკობდა, კიდურების ტრაუმული დაზიანება ჰქონდა დახურული. ბარძაყის მოტეხილობა ჰქონდა, ძვლის და სისხლდენა ჰქონდა არტერიული. შემთხვევა დაახლოებით დღის 4 საათზე მოხდა. მაშველები ნანგრევებში მოქცეული ახალგაზრდების გამოყვანას 2 საათის განმავლობაში ცდილობდნენ. მშენებარე ეკლესიის გუმბათი მთლიანად სადღაც 50 ტონა მასა ჩამოშლილი იყო და ამ მასის ქვეშ სავარაუდოდ მოყოლილი იყო 4 მშენებელი. რაც გავარკვიეთ, დღეს გამოძახებული იყო 5 მშენებელი. ერთმა მოასწრო გრევის დროს გადმოხტომა, ანუ გადარჩა. 2 საათიანი ოპერაციის შედეგად 2 გამოყვანილი იყო ცოცხლად, ეხლა გადავრეკედა თავს კარგად ზნობს და სამწუხაროდ 2 გარდაცვლილი ყავს. როგორც ცნობილი, აღნიშნულ ეკლესიას მრევლის 3 წლის განმავლობაში აშენებდა. ადგილობრივების განცხადებით ჭერი მაშინ ჩამოინგრა, როცა იქ ხარაჩოების მოშლა დაასრულეს. უპორებს უღებდნენ ძირიდან. ხმარო მომესმე თან გამოვიქეცი, ვნახე რომ ამ მდგომარეობაში ვინმე არ იყო, მხოლოდ ერთი ბიჭის მეტი რომ გვიშველეთ რა დაგვემართაო და ეს იყო და 4 ბიჭი შიტაო. ჯერ კონტაქტი არ იყო ბიჭების შიტ მომწყრეული და მე დეკონტაქტე რომ ესე იგი ცოცხლები მივხვდით რომ ცოცხლები იყვნენ. ალმატურის ხარისხია დარღვეული, მე საზიკველიდან კალონი რიგელები არა სასულიზებით. ხო და ესეც თომამ გამოიტანა და დროც არ გასულა იმის და ხმობის პროცესი არაა დასრულებული. რა სამუშაოები იყო დღეს რა? ეხლა იყო გამოხსნითი სამუშაოები, ხსნიდნენ. აი როდა ჩამოასხეს იმას ხსნიდნენ. და ამ დროს მოხდა მაი ამბავი. შემთხვევის ადგილზე მაშველებთან ერთად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი, სასულიერო პირები და ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ელცემიდის ოპერაცია ბარძაყის არეში აქვს მოტეხილობა და მოხდება მისი ოპერირება, ისა ოპერაცია მოხდება და ყველაფერი რიგზე, ექიმები ჩართული არიან, მობილიზებულია მთელი პერსონალი. ჯერჯერობით უცნობია არსებობდა თუ არა შესაბამისი ნებართვა ეკლესიის მშენებლობასთან დაკავშირებით. გამოძიება დაწყებულია, სასულიერო პირებმა კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავეს.